ხელოვნურ ინტელექტს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. არ დარჩა არც ერთი სფერო, არც ერთი სეგმენტი, სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა არ შეაღწია. თუმცა აქ შეიძლება გავმიჯნოთ ორი მიმართულება, ერთი ანალიტიკური მიმართულება, რაც არის საკვლევი სფერო ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებისთვის და ექსპერტებისთვის და მეორე გენერაციული მიმართულება, სადაც მაგალითზე რო ავიღოთ, სადაც პრეზენტაციებს აკეთებ, ვიდეოებს აკეთებ, რას ტექსტებს გიქმნის და ასე შემდეგ და დღეს ჩვენ ვხედავთ საქართველოს რეალობაში, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აი თუნდაც ბოლო პერიოდში უკრაინამ როდესაც გააკეთა რუსეთზე თავდასხმა დრონებით თავდასხმა და ეს ხელოვნური ინტელექტით დასწავლილი დრონები იყვნენ და აი ასეთი მაღალი დონის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დღესდღეობით ჩვენთან არ ხდება, ხო? ჩვენთან არის მაგალითად გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მაგალითები, მაგალითად როგორც არის VO3, Google-ის VO3, სადაც შეიძლება ვიდეოების გენერირება, მაგალითად არის ასეთი ხელსაწყოები Notebook LM, AI Studio, Google ამ მიმართულებებით ძალიან მაგრად მუშაობს და ბევრ ქართველ ადამიანს, მაგალითად ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მედიაში დასაქმებულ ადამიანებს, არასამთავრობო სექტორში დასაქმებულებს, ან ვინც მაგალითად გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობს, აქვს შესაძლებლობები, რომ გაუმარტივდეს ზოგადად ყოველდღიური საქმიანობა და ყოველდღიური ასე ვთქვათ, რასაც აქამდე 3 ადამიანი სჭირდებოდა და დრო სჭირდებოდა სიტყვაზე, ეხლა ერთი ადამიანი გააკეთებს იმას სულ რამდენიმე წუთში, მაგალითად არის ძალიან კარგი ხელსაწყო HeyGen-ი, სადაც შენს ავატარს ატვირთავ და შეგიძლია ნებისმიერ ენაზე ალაპარაკო ისე, რომ შენი ხმით, რომ უცხო თვალისთვის ასე ვთქვათ, შეუმჩნეველი იყოს და ვერც მიხვდეს, რომ ის იმ ენაზე რეალურად შენ არ საუბრობ და აი მსგავსი, არ მინდა ვთქვა სიტყვა გამოვიყენო დაბალი დონის, მაგრამ მსგავსი აი პრაქტიკული გამოყენებით ხელოვნური ინტელექტი არის დღესდღეობით უფრო განვითარებული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაგვიდგება უკვე ხო და რა თქმა უნდა ეს კიდევ ეს დიდი ენობრივი მოდელები, როგორც არის ChatGPT, Gemini, Grok-ი, DeepSeek-ი და ასე შემდეგ, რასაც ყოველდღიურ მოხმარებაში ვიყენებთ ყველა ჩვენთაგანი, მაგრამ დადგება ის დრო, როდესაც დაგვჭირდება განსაკუთრებით ღრმა ცოდნა, თუნდაც machine learning-ის, computer vision-ის და ასე შემდეგ მიმართულებებით, რომელიც დაგვჭირდება ალბათ სიტყვაზე თავდაცვით სისტემებში, დაგვჭირდება ჯანდაცვაში, დაგვჭირდება განათლების სისტემებში და აღმოჩნდებით სრულიად ასე ვთქვათ, მოუმზადებლები იმ ახალი სამყაროსთვის გულისხმობ ამ შემთხვევაში ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, იცით რომ დღეს ჯერჯერობით ვართ დასაწყისში და ასე ვთქვათ, ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, პირველ ეტაპზე, ამის შემდეგ იქნება უკვე მეორე ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა AGI-ის, რასაც ეძახიან და ამის შემდეგ მოდის კიდევ მესამე ეტაპი, რასაც ხელოვნურ სუპერინტელექტს ეძახიან, როდესაც კაცმა არ იცის როგორი სამყარო გვექნება და ეხლა თუ სიტყვაზე ვითარდება წარმოსადგენად, რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი მიდის ესე წრფივად, AGI-ის ბოლოსკენ და უკვე ხელოვნური სუპერინტელექტის ეპოქაში ეს ყველაფერი დაიწყებს ექსპონენციალურ ზრდას და შეიძლება ადამიანს ერთ წუთში გაასწროს უკვე მილიარდჯერ ამ სუპერინტელექტმა და ამიტომ აი როდესაც უკვე AGI-ის ეპოქაში გადავალთ, ჩვენ ვიქნებით ჩემი აი ახლანდელი დაკვირვებით თუ ესე გავაგრძელეთ ქვეყანამ აბსოლუტურად მოუმზადებლები იმ ფონზე განსაკუთრებით როდესაც არ აქვს ტექნოლოგიების სამინისტრო ან ტექნოლოგიების დეპარტამენტი ამ მიმართულებით აბსოლუტურად არ ვითარდებით საკვლევი ცენტრები არა გვაქვს ამ მიმართულებით მაშინ როდესაც სომხეთსაც აქვს ესეთი საკვლევი ცენტრები თუნდაც გიუმრიში ძალიან კარგი საკვლევი ცენტრები აქვს აზერბაიჯანს თურქეთზე და რუსეთზე აი ჩვენი სამეზობლო რო განვიხილოთ მარტო და აღარ გადავიდეთ მაგალითად ესტონეთი, ისრაელი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, თუნდაც საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი როგორ მუშაობენ და რამდენ მილიარდს დებენ, აი თუნდაც ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ასე ვთქვათ ლიდერობის და გავლენების მოსაპოვებლად ხელოვნურ ინტელექტში დებენ მთავარი ინვესტიციებს შეერთებული შტატებიც,
ჩინეთიც და ამ მიმართულებით თუნდაც რობოტიკის მიმართულებით აი გარღვევა აქვს რაღაცა ძალიან დიდი მსოფლიოს, მაგრამ მე არ ვამბობ ამ შემთხვევაში, რომ დიდ გიგანტებს გავეჭიბროთ. აი ჩვენს რეგიონშიც კი, სადაც მაგალითად სომხეთი არც ფინანსურად არის ხოლმე ჩვენზე ძლიერი, თავის პრობლემები აქვს 1000, აზერბაიჯანი, აი ჩვენი ტოლის სახელმწიფოები და ჩვენი მეზობლები, რამდენიმე მთავარი კარგი პროექტი აქვს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ჩვენ ესეც არა გვაქვს და მე ანუ კერძო ინიციატივების გარდა არაფერი არ ხდება, მაგალითად ერთ-ერთ ჩვენი ორგანიზაციაც ვაკეთებთ აქ ადგილზე, თუნდაც ახლა სწავლის მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის და ესეთი კერძო და რაღაც საგრანტო ინიციატივების გარდა საქართველოში დღესდღეობით და ეს კერძო ინიციატივებიც ჩვენ ხო არა გვაქვს ის რესურსები, რომ დიდი ანალიტიკური ასე ვთქვათ პროექტები განვახორციელოთ და ჩვენც მივდივართ იქით, რომ რაღაცა თეორიულ ცოდნასთან ერთად, რომელიც ანალიტიკურსაც ეხება, უფრო ჩვენც გენერაციული ხელოვნური ინტელექტისკენ ვასწავლოთ. ამიტომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებით, როდესაც უпроსტად საჭიროება გვექნება და არ ვიქნებით იქ, სადაც უნდა ვიყოთ ზოგადად ქვეყანა სხვა ქვეყნების ასე ვთქვათ მარაკაში ვერ გავერევით და როდესაც იქ არ ვიქნებით ჩავთვალოთ, რომ სადღაც ეს ყველაფერი თუ 20 წელში მოხდა, ძალიან დიდი დაშორება გვექნება დანარჩენ მსოფლიოსთან. შეიძლება 100 წლეულებით დავშორდეთ, იმდენად განვითარების იმხელა ინტერვალი იყოს ჩვენ შორის.